დამოუკიდებელი სასამართლოს ფინანსური მხარდაჭერისა და სასამართლო სისტემაში საგადასახადო და ადმინისტრაციული დავების პროცედურების გამარტივების საკითხები მინისტრმა ნოდარ ხადურმა და ნინო გვენეტაძემ ერთად განიხილეს. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე სასამართლოს დამოუკიდებლობის განმტკიცებისა და სტაბილურობისთვის ფინანსური მხარდაჭერის საკითხების მოწესრიგებას მნიშვნელოვნად მიიჩნევს. რაც გულისხმობს როგორც მოსამართლეთა რაოდენობის გაზრდას, ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, ისე მოსამართლეთა კომპენსაციების და საპენსიო უზრუნველყოფის საკითხებს. ძალიან მნიშვნელოვანია იმ საკითხების დროულად გადაწყვეტა, რომელიც უკავშირდება საერთო სასამართლოების სისტემაში მოსამართლეთა რაოდენობის გაზრდას და შესაბამისად საფინანსო უზრუნველყოფას. მოსამართლეთა გაზრდა გულისხმობს ასევე სასამართლო აპარატის თანამშრომლების გაზრდას, ინფრასტრუქტურის ასე ვთქვათ თანამედროვე დონეზე გაწყობას, ასევე მოსამართლეთა რიცხვის გაზრდა დაგეგმილი არის უკვე წარდგენილი ცვლილებებით საერთო სასამართლოების გარდა უზენაეს სასამართლოში. დამოუკიდებელი სასამართლო გულისხმობს ფინანსურად დამოუკიდებელ სასამართლოსაც და ამავე დროს მნიშვნელოვანია, რომ მოსამართლეები, რომლებიც წყვეტენ საკითხებს და ეს საკითხები ხშირ შემთხვევაში ადამიანის ბედს უკავშირდება ძალიან მნიშვნელოვან საკითხებს, უნდა იყვნენ ფინანსურად მოტივირებულები.